მგონია რომ ქალისთვის როცა დედა ხდები, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია არის დედობა. და ის რომ მე ჩემი შვილისთვის რაღაცა დროს როცა მას ვჭირდებოდი, დრო არ მქონდა, გამოიწვევს მგონია მომავალში ცუდ რაღაცებს. მე მქონია მთავრობის წარმომადგენლებთანაც ამ თემებზე საუბარი და მათი მხრიდანაც ვხედავ ძალიან დიდ სურვილს და მზაობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ის პრობლემები, რაც მრავალშვილიან ოჯახებს აქვს, გადაიჭრას. მეორე შვილს რო ველოდებოდი, როცა გაიგე სამსახურში და რომ მე ველოდებოდი მეორე შვილს, გამათავისუფლე სამსახურიდან, იმიტომ რომ დეკრეტული შეუძლება არ მოეწა და მე რომ ეს შესაძლებლობა არ მქონოდა, შეიძლება მე ვერ გამეჩინა ამდენი შვილი. ან შეიძლება პირად კარიერაზე მეთქვა უარი. თუ ჩვენს დემოგრაფიას არ გამოვასწორებთ, შეიძლება ვალ საფრთხე შეექმნას ქართულ გენს. ძალიან მნიშვნელოვანია დედის ესეთი თუნდაც მენტალური მდგომარეობა, რომ კარგად გზნობდეს თავს, თუნდაც შემდგარი იყოს ბედნიერი, რომ შვილებიც შესაბამისად მერე ესეთ არის სხვა დედების ღია ბედნიერ შვილებს. ეს ბავშვები ხო ჩვენი ბავშვები არიან. სად დავუშვით შეცდომა? რატომ მივიღეთ ესეთი მოძალადე ბავშვები? მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის დედის დღე და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და 4 შვილის დედა მარიამ გაბედავა. სანამ კითხვებით გადავალ მარიამთან, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე ყველას და ყველა ქალს, ვინც არის დედა და ასევე ვისაც გინდათ რომ გახდეთ დედა, ეს სურვილი აგხდენოდეთ მალე. გამარჯობა მარიამ. მოგესალმებით და მიხარია რომ ამ დიდებულ დღეს თქვენი სტუმარი ვარ. ისედაც მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვარ, იმიტომ რომ შორიდან გეტრფოდით და ახლა უკვე გავიცანეთ ერთმანეთი და მიხარია რომ აქ ვარ და მომეცემა საშუალება თქვენი პოდკასტის საშუალებით რომ ყველა დედას მივულოცო ეს დღე და ვუსურვო რომ ყველაზე მთავარი ალბათ რაც არის ის რომ ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ გავზარდოთ ღირსეული შვილები ჩვენი ქვეყნისთვის. სხვა დანარჩენი ყველაფერი პირობითია. ძალიან დიდი მადლობა შენ მოსვლისთვის და ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხარ. ესეთი განსაკუთრებულად ვიფიქრე რომ აი ვინ შეიძლება და დღეს ყოფილიყო ჩემი სტუმარი და პირველი შენ გამახსენდი. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია. და სხვა შორს მინდა აღვნიშნო რაღაც ბოლო პერიოდში სულ მამაკაცები მყავდა. სტუმრები მყავდნენ სტუმრები და ახლა დღეს ესე გავხსენე ქალთა კვირა ასე ვთქვა და გახსნილად გამოგვიცხადებია. ნამდვილად და მოკლედ ახლა ესეთი შეკითხვა მაქვს პირველი რომ შენ ძალიან ახალგაზრდა გოგო ხარ, თან ხარ ესეთი აქტიური ჟურნალისტი, ძალიან ბევრი პროექტის ხელმძღვანელი, წამყვანი და ამასთან ხარ 4 შვილის მცირეწლოვანი შვილის ხო დედა და აი მაინტერესებს აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის, როგორ ახერხებ? ძალიან საინტერესოა. იცი რა, ბავშვობიდან სულ ესეთი აქტიური ვიყავი და სიმართლე გითხრა, ბავშვობიდანვე ვოცნებობდით, რომ ბევრი შვილი მყოლოდა. ანუ ეს ესე უცებ დაუგეგმავად არ მომხდარა, რომ ვაიმე ბევრი შვილი და ბევრი სამსახური ერთად ჩემჭა. ეს თითქოს ყველაფერი დაგეგმილად მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი და თავში მქონდა, ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში რეალობად იქცა. ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს აქვს და ჩემს მშობლებს, რომლებიც ძალიან გვერდში მიდგანან, ნებისმიერ ჩემს წამოწყებას გულშემატკივრობენ და რაც მთავარი არა მხოლოდ მორალურად მიდგანან გვერდში, ფიზიკურად არიან ჩემს გვერდში და მაძლევენ იმის საშუალებას, რომ მე ეს ყველაფერი დედობის პარალელურად ვაკეთო. ჩემი შვილები 10 წლიდან 1 წლამდე კატეგორიაში არიან 4 შვილი მყავს, 2 გოგო, 2 ბიჭი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი ყურადღება ჭირდებათ მცირეწლოვან შვილებს, ფიზიკურად უფრო მეტი ყურადღება ჭირდებათ და უკვე შემდეგ გარდატეხის ასაკისკენ რომ მიდიან და აი რაღაცა სირთულეების რომ მოდის, ამ დროს სულიერი და მორალური მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ, როდესაც დედა ხდები, ყველა ეტაპზე შენი შვილისთვის უნდა იყო ყველაზე ახლობელი ადამიანი, მე ესე ვფიქრობ, სულის მესაიდუმლე ალბათ რა და უნდა შეგეძლოს, რომ შენი შვილის აი რაღაც სიღრმეებში, აი კუნჭულებშიც კი იხედებოდე, რომ არ გამოგეპაროს არაფერი რა, უჭირს რა, უხარია, როდის ნერვიულობს, როდის შენს გვერდით ყოფნა უნდა, როდის უბრალოდ ჩახუტება უნდა, როდის გამხნევება უნდა. ეს ყველაფერი რო შეძლო არ არის მარტივი, მით უმეტეს დღევანდელ დღეს აი ამ რაღაცა საოცრად აჩქარებულ გარემოში, თან მაშინ როდესაც არხი ხარ სახლში და გაქვს რაღაცა ბევრი პასუხისმგებლობას ვთქვათ
თუნდაც მაყურებლის წინაშე, იმიტომ რომ მე ჩემ გადაცემებს ვერ მივატოვებ, იმიტომ რომ ვთვლი რომ მაყურებლის წინაშე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. თუნდაც სხვა სამსახურებში სადაც ხარ, ხო? მაგრამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, ადრე მერიდებოდა ხოლმე, რომ სიტყვაზე მეთქვა, რომ აი ეხა მე ჩემ შულს ვჭირდები და ეხა უნდა ავდგე და წავიდე. ეხა გავაცნობიერე და ბოლო დროს განსაკუთრებით, რომ თუ ჩემი შვილი მეტყვის, რომ დღეს შენ მინდა სკოლაში მომაკითხო, მე ამდგარ ვარ შეხვედრიდან, წამოვსვარ ძალიან დიდ ბოდიში მომიხდია და წავსვარ და გამიკეთებია ეს. იმიტომ რომ მგონია, რომ ქალისთვის როცა დედა ხდები, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია არის დედობა. და ის რომ მე ჩემი შვილისთვის რაღაცა დროს როცა მას ვჭირდებოდი, დრო არ მქონდა, გამოიწვევს მგონია მომავალში ცუდ რაღაცებს. პიროვნებად განვითარებაში და პიროვნებად ჩამოყალიბებაში ჩემი შვილების და ეს დრო როცა ისინი პატარები არიან და ამ ეტაპებს გადიან არასდროს აღარ დაბრუნდება. ამიტომ მე ვთვლი რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახ არის რომ მათ გვერდით ვიყო და მაქსიმალურად აი პირადი მაგალითებით ჩემს მეუღლესთან ურთიერთობით, ჩემი და ჩემი მშობლების ურთიერთობით, რასაც ხედავენ სახლში. აი ამით ვაჩვენო როგორი უნდა იყოს ადამიანი. როგორ უნდა უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი, როგორ უნდა გახარებდეს, რომ სიკეთე აკეთოს სხვა ადამიანისთვის, ისე რომ სამაგიეროდ იმისგან არაფერს არ ელოდებოდე, იმიტომ აკეთო, რომ შენ ეს გაბედნიერებდეს. როგორ უნდა შეგეძლოს, რომ მიფიქროს სხვა ადამიანი გააბედნიერო. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მხოლოდ ამ დადებითი კონტექსტების მიხედვით გავზარდო ჩემი შვილები. ჯერჯერობით გამომდის, მადლობა ღმერთს და ჯერჯერობით შემიძლია, რომ რაღაცა ეს ცუდი რაღაცაები ავაშორო, რაც სამყაროში ხდება. თუმცა ეხა უფროსი უკვე 10 წლის არის და ვცდილობ ხოლმე, რომ ვესაუბრო რაღაც იმ შესაძლო სცენარებზე, რაც შეიძლება ცხოვრებაში მოხდეს ხოლმე. გოგოა. კი, უფროსი 10 წლის გოგოა, შემდეგ არის ბიჭი, რომელიც არის 7 წლის გახდება, უბრალოდ გახდა. შემდეგი მოდის 6 წლის გახდება და 1 წლის გახდა გოგონა მეოთხე ჩემი შვილი და ну მივხვდი დედაჩემი რომ მეუბნებოდა ხოლმე რომ პატარა ასაკის შვილის გაზრდა უფრო მარტივია როცა აქვე ყავსო ეგ უფრო მარტივია ვიდრე უკვე მე სოციუმში რო გადის სკოლაში რო შედის ბაღში რო შედის და იქ უკვე მარტო შენი თამაშის წესები აღარ მოქმედებს შენ როგორ ზრდი იმას ოჯახში ეს აღარ მოქმედებს და მე გიწევს რომ რაღაცა ასწავლო როგორ დაიმკვიდროს ადგილი სოციუმში აი ხშირად მქონია ხოლმე მე ეხა ჩემი შვილი მეორე შვილი წელს წავიდა სკოლაში პირველ კლასშია და აი რაღაცეებზე ქონდა ასე ვთქვათ უკმაყოფილება რომ აი არ ემთხვეოდა ვთქვათ ჩვენი ახლის პრინციპები და სხვა ბავშვების ქცევები ერთმანეთს და რომ გამოუთქვამს პრეტენზია რომ აი ეს ხო ესე არ შეიძლება რომ გააკეთო სულ მიწევს რომ ავუხსნა რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდი ზოგმა შეიძლება არ იცის რომ ის ცუდი საქციელია ან ზოგ შეიძლება ისე სტრდიან უბრალოდ და აი ამასთან იპოვო ოქრო შუალედი რომ მან პასუხი გასცეს ისე რომ არ გამოვიდეს რაღაცა სიკეთის სიყვარულის და ზრდილობის და ეთიკის ნორმებიდან ძალიან ძნელია და მე ვხვდი რომ ეს არის სულ გამოწვევა და სულ მაქვს ხოლმე საკუთარ თავთან რაღაცნაირად აი შეკითხვები რომ ეხა ამას სწორად ვაკეთებ, აი ამას სწორად ვეუბნები. ხო, აი ზუსტად ეგ მაინტერესებს, როგორ არეგულირებ ამ ყველაფერს, გულისხმობ იმას, რომ როგორ ფიქრობ, რა არის სწორი, რა არ არის სწორი, ანუ ვინმესთან კონსულტაციას გადიხარ თუნდაც სპეციალისტებთან თუ უბრალოდ აი შენი გუმანით ხვდები ხოლმე ესეთ დედოფლებს. ხო, აი ეგ არის ძალიან აი ეგ არის ძალიან ძნელი. ყველაზე კარგი მიხვედრა მე მგონია რომ არის მორალი. ჩემთვის მორალი ეხა ვისაც იმ ადამიანებს ვისაც ღმერთის უწამს მორალსაც ღმერთის პრინციპები განსაზღვრავს და ის მცნებები თუ ის ქცევები რაც ღმერთმა კაცობრიობის წინაშე მოიტანა შესაბამისად მე ამორალით ვცხოვრობ, რასაც ვთქვათ, ჩემი მოძღვარი მეუბნება, რასაც ჩემი ეკლესია მეუბნება, რასაც ჩემი რწმენა მეუბნება და შესაბამისად მიუყვები ამას და აი ამ პრინციპებით ვსრდი ჩემ შვილებს. გარდა ამისა, ვთქვათ, რაღაცა ეტაპებზე შენი შვილის ქცევების უნდა იცნობდე
და გუმანით მიხვდებ, თქვათ მას, ეხა რა ჭირდება, რა უნდა უთხრა, გამხნევება ჭირდება თუ რატომ არის უთხასიათზე. ანუ ეს უკვე ალბათ პრაქტიკის და გამოცდილების ამბავია. მე არ მივეკუთვნები იმ დედას, რომლებიც ფსიქოლოგებთან დარბიან ხოლმე, იმიტომ რომ მე მაინც მგონია, რომ თუ დედა-შვილს ურთიერთობა ერთმანეთთან აქვს და თუ მშობლებს შვილებისთვის ცალიათ, გარეშე პირები ფსიქოლოგები საჭირო არ არის ხოლმე და მგონია რომ საკუთარი შვილის ყველაზე კარგი ფსიქოლოგი შეიძლება იყოს დედა და მშობელი პირველ რიგში. თუ რაღაცა ტიპის დახმარება მჭირდება, ხოლმე სულიერი თვალსაზრისით გულისხმობ ამას, რომ აი იქნებ ეს სწორი არ არის, იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებ და თუ მაქვს ჩემ თავთან ეს შეკითხვები, ყოველთვის მივდივარ ჩემ მოძღვართან და მას ვეკითხები აზრს და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი აზრი. მთავარია რომ იპოვოთ ადამიანებმა ის ამოსავალი წერტილი, რაც თქვენთვის არის მორალის და ზნეობის ძირითადი ხერხი და შემდეგ უკვე ამის მიხედვით მარტივია, შედარებით მარტივია ცხოვრება. თუმცა თანამედროვე სამყაროში, აი დღევანდელ რეალობაში მორალის ცხოვრება ცოტა გართულა და ძალიან ბევრი ბრძოლის გადატანა გიწევს, როცა რაღაცა პრინციპები გაქვს და ეთიკური ნორმებიდან არ გინდა რომ გამოხვიდე, მაგრამ ღმერთს ვთხოვ ხოლმე რომ შემაძლებინოს. ეჯახები და მით უმეტეს ბავშვი ეჯახება ხოლმე რეალობას, ხო, როდესაც კი, აი ხშირად ყოფილა ეს და ხშირად ყოფილა და უთქვამს, რომ აი ვთქვათ ეს ხო ცუდი საქციელი და მე აი მე მithქვამს, რომ აი შენც გაეცი პასუხი ვთქვათ, ხო? აი რაღაცა ჩამარტყა თუ რაღაცა გააკეთა სულ მეუბნები, რომ შენ პირველი არასდროს არ დაიწყო, არც ჭუბი, არც დარტყმა, არც წართმევა, არც რაღაცა ვიღაცის ბულინგი, მაგრამ თუ მოხდება ესეთი რაღაც, შენ პასუხი გაეცი. და მას ერთხელ შემაშულა მითხრა, რომ შენ ხო გვასწავლი, რომ ეს ღმერთს არ მოეწონებაო. აი ამ დროს ზართულია ხოლმე, რომ სწორი პასუხი გასცე. და ცოტათი აი იბნევი, რომ აი როგორ შეიძლება მოიქცე, რასაც ამდენი ხანი ასწავლედი, გიწევს რომ რაღაცაები პირიქით დაატრიალო, იმიტომ რომ შენი შვილი არ დაიჩაგროს. და იმიტომ რომ შენ შვილს გაუფრთხილდე. სამწუხაროდ ისე ვარდისფერ ფერებში არ არის მარტო მოწყობილი, რომ ყველა კეთილია და ყველა სიყვარულით სავსეა და არავის ცუდი არავის მიმართ არ უნდა. სამწუხაროდ ესეც მე გვიან აღმოვაჩინე. ისე მზდიდა ჩემი ოჯახი, რომ რაღაცა ამას მაშორებდა და გვიან აღმოვაჩინე, რომ თურმე ბოროტი ადამიანებიც არსებობენ და თურმე შეუძლიათ სხვებს ისე რომ საერთოდ არც გიცნობდნენ ისეთი ცუდი რაღაცები გისურვონ, რომ არ იფიქრონ ეს რამხელა გულისკენას მოიტანს შენში თუ არა, შენ შეიძლება გადალახო შენი ოჯახის წევრებში. იმიტომ რომ როცა ვთქვათ საჯარო ფიგურა ხდები, ასე თუ ისე ეჩვევი იმ ბულინგსაც, იმ რაღაცა დაუმსახურებელ შეურაცხყოფასაც შეიძლება და დაუმსახურებელ შეფასებებსაც. დასრული როცა ხარ უკვე რაღაცა. ხო, მაგრამ აი ძალიან ძნელია, როცა თქვათ შენი შვილები კითხულობენ ამას, შენი მშობლები კითხულობენ ამას და ყველას მინდა მართლა ეხა თქვენი ეთერიდანაც მივმართო, რომ ყოველთვის დაფიქრდით, რას ამბობთ, რას უსურვებთ ადამიანს და აი ამ ადამიანის უკან რომ სხვა ადამიანებით განან, ძვირფასი ადამიანებით განან და მათ ეს ყველაფერი გულს დგენთ, აი ამაზე ყოველთვის იფიქრეთ. და ყოველთვის ჩააყენეთ საკუთარი თავი იგივე მდგომარეობაში. და მე აღარ მოგინდებათ ეს ყველაფერი რომ აკეთოთ, რომ ვიღაცას ცუდი უსურვოთ, რომ ვიღაცას ცუდი კომენტარი დაუწროთ, რომ ვიღაცას გული ადგინოთ. აი მე მაქვს ხოლმე რაღაცნაირად ხშირად ცოტა შეიძლება ვიღაცა შეიძლება გაღიზიანებას იწვევს, რომ აი რაღაცა რამდენი უნდა ილაპარაკოს ამ გოგომ სიკეთეზე და სიყვარულზეო და აი მე მაქვს ესეთი ჩემთვის დაწესებული, ასე ვთქვათ, წესი, რომ თუ ადამიანზე ცუდს გავიფიქრებ, არ ვამბობ, არ ვეუბნები. თუ კარგის თქმა მინდა, ამას აუცილებლად ვეტყვი. ცუდს არავის არ ვეუბნები, გულს არ ვტკენ არავის. თორე როგორ არა ყოფილა, რომ ვიღაცაზე გაფრაზებულ ხარ, ვიღაცაზე ნერვები მოგშლია, თავი ვერ შეგიკავებია, მაგრამ თუ მეტეს ახლა ეს საჯაროდ პირადად უთხარი, პირადად აუხსენი, ეცადე რომ დაალაგო ურთიერთობა და ვთქვათ ეცადე რომ ეს წყენა გადალახო, მაგრამ აი ის რაც დღეს ხდება, რომ საჯარო სივრცეში ყველაფერი საჯარო სივრცეში გამოვიდა, ცოლ-ქმრის ურთიერთობიდან დაწყებული, რა ვიცი, პოლიტიკით დასრულებული, დაუსრულებელი ლანძღვაგინება. რაც ჩვენ შვილებზე ხო მოქმედებს, ეს ყველაზე ცუდ გარემოს ქმნის ჩვენი შვილებისთვის. ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ იცი რა, შვილები გააზარდეთ ისე, რომ ბულინგი ასწავლეთ, რომ ბულინგი ცუდია, აი ზუსტად ეგ ადამიანები ისე აბულინგებენ უფროსი ადამიანების სხვებს,
რომ როგორ უნდა გაზარდონ მათ შვილები ისე რომ ასწავლონ რომ ეს უდია. პირადი მაგალითები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ჩვენ როგორც ვიქცევით, მივიღებთ ისეთ მომავალ თაობას და მე არ მინდა რომ აგრესიული და ზიზღით გაზრდილი მომავალი თაობა მივიღოთ. სწორია, რა თქმა უნდა, ეს მოწოდება შედაც გაჟღერე ახლა, მაგრამ მე მგონია, რომ მე ადამიანებს, ყველას არ არასაკურველი ალბათ, მაგრამ მაინც აქვთ გათვითცნობიერებული ესეც და არ მგონია, რომ რაღაცა ამორალურმა ესეთმა საკითხებმა შებოჭოს და შეაჩეროს, ასე ვთქვათ, იმიტომ ძალიან კარგად იციან, რომ გულსაც ტკენენ თუნდაც შვილებს, მშობლებს, მაგრამ არ აინტერესებთ ეს, იმიტომ რომ ხო, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ მგონი ადამიანი ესეთი აგრესიით გამოირჩეოდეს და მას რაიმე რაღაცა ესეთი მორალური ზნეობრივი ის კონდეს. მოკლედ, ეხლა კიდევ ოჯახთან დაკავშირებით იცი რა მინდა კითხო, მარიამ, შენ ეხა ახსენე, რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ოჯახში შენ როგორ ზრდი შვილებს და შემდეგ უკვე სოციუმში როცა გადიან. აბსოლუტურად სხვა სიტუაცია და სხვა გარემო ხდება და რას ფიქრობ, აი რამდენად და თუ სამსახურს ხوار უწევთ ხოლმე მშობლები, რომ აი რაღაც ძალიან კარგი ესეთი თბილ გარემოში ვსრდით, არ ვიცი ხა მე ეს ფსიქოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა შეიძლება თქვან რომ რაღაც არასწორ ფორმულირებას ვაკეთებ, მაგრამ მე ჩემს აზრს ვიტყვი, რომ აი ძალიან კარგ გარემოში ვსრდით და შემდეგ ეჯახებიან ხო ძალიან ისეთ მკაცრ და საშიშ გარემოს და შეიძლება ადაპტაციაც უცებ ვერ მოახდინონ ხოლმე და ხდება ხოლმე რაღაც ძალიან ისეთი ტრავმებიც ხო ესეთ ფსიქოლოგიური ტრავმები ბავშვებზე და აი ამას როგორ აბალანსებ და ზოგადად როგორ თვლი რა სიტუაცია არის ხოლმე ეს ბავშვებთან დაკავშირებით. იცი რა ესეც აი ჩემ შემთხვევაში გამოცდილება და პრაქტიკა ასე ვთქვათ მიკარნახა როგორ მოგწეულიყავი. ვთქვათ პირველ შვილთან ნინასთან მიმართებაში თუ აი სულ სულს უბერავდი და აი მართლა ისე გავზარდე რომ აი სიკეთე სიყვარული ყველას მიმართ დაუთმე აი სულ ეს მქონდა რომ აი სხვას დაუთმე სხვა ადამიანი გაითვალისწინე იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის რომ ესე გაიზარდონ ბავშვები მაგრამ აი შემდეგ სკოლაში რომ ბაღში რო წავიდა თუნდაც ან სკოლაში რო წავიდა მივხვდი რომ სხვა ბავშვები არ ფიქრობენ ესე და გამოვიდოდა ისე რომ ჩემი შვილი დაიჩაგრებოდა და მე გადავედი ცოტათი შევცვალე ჩემი ტაქტიკა ასე ვთქვათ და მიდგომა და გადავწყვიტე რომ ესწავლებინა ჩემი შვილებისთვის თავდაცვაც თავდასხმა არა თავდაცვა და შესაბამისად ჯერჯერობით გამოდის მე არ ვფიქრობ რომ ეს ისე უნდა შეიცვალოს რომ ოჯახში ჩანაცვლდეს ვთქვათ სიყვარულის და სიკეთის მიმართ დამოკიდებულება ეს აუცილებლად უნდა იყოს და ვფიქრობ რომ ბავშვი ყველა შემთხვევაში უნდა გაიზარდოს სიყვარულით სავსე ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის თორე ინგლისურს და მათემატიკას ყველგან ისწავლიან სკოლაშიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის რომ მასწავლებლებიდან და დამრიგებლიდან პირველ რიგში ხედავდნენ სიყვარულს თორე მგონია რომ სახლში შეუულია რაღაცა დღეს იმდენი საშუალებაა ამისი რომ ბავშვი განვითარდეს თუ მხოლოდ სწავლას მივაქცევთ ყურადღებას განათლება არ არის მხოლოდ საგნების ცოდნა განათლება არის ზოგადი ცოდნა სადაც მორალს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის ესეა და ეს მორალი ყალიბდება არა მხოლოდ ოჯახში არამედ სკოლაშიც და ეს არის მნიშვნელოვანი რომ დამრიგებლებს იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რომ დამრიგებელზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმიტომ რომ ნახევარი დღე შენი შვილი მის ხელშია და თავარი მაინც ამ ყველაფერში არის რომ შენ ყოველთვის გქონდეს კომუნიკაცია როცა შენი შვილი შენთან ერთად არ არის შენ გქონდეს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან ვისთან ერთადაც შენი შვილი არის და კითხო რომ აი სად გაუჭდა იმიტომ რომ ძალიან სხვანაირად ხდება ხოლმე სახლში როგორიც არის ბავშვი ისეთი არ შეიძლება არ იყოს სოციუმში და ხშირად აი მშობლებს გვეშლება ხოლმე რომ აი ჩემი შვილი ამას არ იზამდა ჩემი შვილი ასე არ მოიქცევდა იმიტომ რომ და ძალიან ვიცით ხოლმე გადაფოფრა მე არ ვარ ეგეთი და მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაცნაირად მართლა სულს უბერავ სახლში ესე ვსრდი სადაც შენიშვნა საჭირო იქ შენიშვნას ვაძლევ სადაც ერთმანეთთან დამოკიდებულებას ვხედავ რომ რაღაცნაირად ეს დამოკიდებულება არ არის ისეთი როგორც უნდა იყოს დაცვას შორის შენიშვნას ვაძლევ მე
მომთხოვნი ვარ და ვთხოვ ჩემს შვილებს, რომ აუცილებლად პატივისცემით უნდა მოექცენ ერთმანეთს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ნუ სიყვარულის შემდეგ რაც ბუნებრივად მოდის დედმამიშვილებში ბუნებრივია. პატივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მე ყოველთვის ვცემ პატივს მათ აზრს, მათ დამოკიდებულებას, მათ შეხედულებებს ყოველთვის ვუსმენ. მე არასდროს არ მithkoms, რომ შენი ხარ არასწორი ხარ. მე მომისმენია და რჩევა მე მიცია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სულ პატარა 1 წლის არის ჯერ ვერ საუბრობს, აი თქვათ 5 წლის შულზე თუ ავიღებთ მაგალითს, ყოველთვის მომისმენია მისთვის და გამითვალისწინებია მისი აზრი. ყოველთვის ჩართულები არიან ჩემს ცხოვრებაშიც. ანუ მე ისე არ ვსწი, რომ შენ პატარა ხარ და შენ ამას ვერ გაიგებ. აი სულ იციან მე სად ვარ, რას ვაკეთებ, ჩემი საქმიანობის შესახებ, რას როგორ ვფიქრობ, რას აკითხავ. ანუ აი ეს ჩართულობა იმდენად არის, რომ მგონია რომ როცა შვილი ესე იზრდება, მერე უფრო მარტივია, რომ აი ამ მაგალითებით რაღაც თვითონ დასკვნები გააკეთოს. იმ სოციუმში, სადაც შემდეგ ხვდება. და იმ სოციუმში, როცა შენ არ შეგიძლია განსაზღვრო მისი საქციელი და უკვე ის დამოუკიდებლად უნდა წარმართოს მან თავისი ქცევა. და აი ამ დროს სულ მაქვს ხოლმე კომუნიკაცია მასწავლებლებთან, სულ ვეკითხები, რომ აი როგორ იქცევა ჩემი შვილი მეგობრებთან, აი როგორია და როდესაც იმ მათგან მოდის დამოკიდებულება, რომ აი მადლობა ესეთი შვილებისთვის, ეს იმხელა მოტივაცია და ისეთი აი არ ვიცი რა შეიძლება სიამაყის განცდა დავარქვა ალბათ, რომ მე უფრო გინდა, უფრო და უფრო მეტად გინდა ჩაერთო შენი შვილის ცხოვრებაში, შენი შვილის აღზრდაში, რომ უფრო და უფრო კარგი შედეგი მოუტანო, არა შენ შვილს, მხოლოდ არამედ შენ ქვეყანას. იმიტომ რომ ეს ბავშვები, ვისაც ჩვენ ვსრდით დედები, ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი. და ისინი განსაზღვრავენ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ. ამიტომ მგონია რომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ დასაწყისში თქვით რომ 4 შვილის დედაო და აი ყველა სტატუსზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს არის და ეს არის რასაც მე მთელი ცხოვრება ვუცნებობდი. მე ძალიან მინდოდა ბევრი შვილი, კიდევ უფრო მეტიც მინდოდა, მაგრამ ნუ ალბათ ფიზიკური მდგომარეობა აღარ შემიწყობს ხელს, იმიტომ რომ საკეისრო კვეთით მყავს ყველა გაჩენილი და ძალიან მიხარია, როცა ვხედავ, რომ დღეს ჩემი შვილი ნინა, რომელიც 10 წლის არის, იცახის, რომ მეც მინდა ბევრი შვილი მყავდეს. ანუ მისთვის ეს გარემო, სადაც იზრდება დღეს, არის ბედნიერება და ეს არის მისთვის სამაგალითო და ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა და კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მანიჭებს, რომ უფრო უკეთესი გავხდე. აი, რაც შვილები გამიჩნდა, რაღაცეები, რაც ადრე წინდა, რაღაცეები, რაზეც ადრე ვნერვიულობდი, აი იცით როგორ გაუფასურდა? და აი აბსოლუტურად სხვა რაღაცეები გახდა ფასეული. რო ჩემი შვილების სახეზე ღიმილს ხედავდე, რომ ბავშვები იზრდებოდნენ კარგ გარემოში, რომ არც ერთ ბავშვს არ შიოდეს, არ ციოდეს. აი ესეთი რაღაცები გახდა ჩემთვის პრიორიტეტული და ძალიან მინდა ეს პრობლემაც ვფიქრობ რომ არის ჩვენს ქვეყანაში და შეიძლება ვიღაცები ფიქრობენ რომ აი მისი შვილები თბილად იზრდებიან თბილ სახლში და რა ენაღვლება. იმიტომ რომ სამწუხაროდ არის გაჭირვებაც არის ჯერ ისევ ჩვენს ქვეყანაში არის რაღაცა ტიპის პრობლემებიც რაც გადასაჭრელია, მაგრამ მე ვხედავ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირ მსაობას და ყველანაირ სურვილს რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ეს ვერ გამოსწორდება 1 და 2 წელიწადში, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ და როდესაც განვითარების პროცესში ხარ. ამას უნდა მუდმივი ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების კენდა რაც მთავარია სურვილი რომ ეს გამოსწორდეს. აი მე რაც მრავალშვილიანი დედა გავხდი, მე-4-შვილიანი ითვლება ჩვენს ქვეყანაში მრავალშვილიანობა, ძალიან დავინტერესდი მრავალშვილიანი დედების პრობლემით. იმიტომ კი არა რაღაც პრობლემები ჩემს წინაშე დგას, არამედ იმიტომ რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი, დემოგრაფიული პრობლემები არის ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი და ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი გადაიჭრას. მე მქონია მთავრობის წარმომადგენლებთანაც ამ თემებზე საუბარი და მათი მხრიდანაც ვხედავ ძალიან დიდ სურვილს და მზაობას რომ ჩვენს ქვეყანაში ის პრობლემები რაც მრავალშვილიან ოჯახებს აქვს გადაიჭრას, რომ მაქსიმალურად წახალისდნენ ესეთი დედები და ესეთი მშობლები და ესეთი ოჯახები და გადაიჭრას ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემები, სადაც შობადობა და სიკვდილიანობა გათანაბრებული თუ არ უსწრებს სიკვდილიანობა შობადობას. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით ჩვენი ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დედების მე გამიკეთებია სხვადასხვა აქტიურობის თვალსაზრისით. უბრალოდ ეს აქტიურობას მე არ გულისხმობ ტყუილუბრელ ყვირილს და რაღაცა პროტესტს ან რაღაცა
ხო, მსგავს აქტივობებს, რაც დღეს ახასიათებს საზოგადოებას. მე ვგულისხმობ ჯანსაღ აქტივობას, მე ვგულისხმობ ჯანსაღ დიალოგებს, მე ვგულისხმობ ჯანსაღ მოთხოვნებს. მე ყოველთვის ვამბობ და ვითვალისწინებ იმას, რომ არ უნდა მოითხოვო ის, რისი შესაძლებლობაც თქვათ არ აქვს, არც სხვა ადამიანისგან არ უნდა მოითხოვო ის, რისი შესაძლებლობაც მას არ აქვს, რომ მოგცეს და არც ქვეყნისგან არ უნდა მოითხოვო ის. ის რომ ახლა ჩვენ გამოვიდეთ მრავალშვილიანი დედები და თქვათ რომ ყოველ ბავშვზე იყოს რაღაც 10,000-ი დახმარება, ეს ესე ხო ვერ იქნება. ჩვენ ქვეყანაში ეს ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. თუმცა რის შესაძლებლობასაც გვაძლევს დღეს, იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. მე ვიკვლევდი ამ თემას და დავინტერესდი სხვადასხვა ქვეყანაში, ევროპული ქვეყნებიდან დაწყებული, აზიური ქვეყნებით დასრულებული, სად როგორი მიდგომა და დამოკიდებულება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეხლა ძალიან ბევრ ქვეყანაში საერთოდ არ არის ახალისებული მრავალშვილიანობა, იმიტომ რომ ეხლა ჩინეთის მაგალითზე თუ ვიტყვით სიტყვაზე, მათ იმდენად ბევრი ყავთ მოსახლეობა, რომ პირიქით ამ შობადობის აკრძალვისკენ არიან მიმართულები. თუმცა აი ძალიან კარგი მაგალითებია უნგრეთში, ძალიან კარგი მაგალითებია გერმანიაში, რაც ხდება და როგორც ხდება მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება. აქაც გამოკითხვებით ჩამიტარებია, სადაც ვიცი დედების მოთხოვნები რა არის და დედების მოთხოვნები არ არის ხო რომ აი რაღაცა ის რაღაცა დახმარება მოგვეცით საკითხები. დედების მოთხოვნები ყველაზე უმრავლესი რაც იყო და ძალიან დიდ ჯგუფში, ფოკუს ჯგუფში ჩავატარე ეს გამოკითხვა. მთავარი იყო ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა და ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ბევრს მუშაობს და გვაქვს საყოველთაო და ჯანდაცვა, მადლობა ღმერთს, რომლითაც მე თვითონაც ვისარგებლია ჩემ შულზე და ვიცი რომ ეს მართლა მუშაობს. თუმცა აი თქვათ ყოფილა სტომატოლოგიურ რაღაცა მომსახურებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის სურვილი და ეს მართლაც არის ჩვენს ქვეყანაში პრობლემა. იმიტომ რომ თქვა სტომატოლოგია ისე არ ფინანსდება როგორც სხვა დარგები და ნუ ესეც ამასაც აქვს თავისი საკითხები, რატომ ხდება ესე, მაგრამ აი შეიძლება რომ ამ კუთხით ვიმუშაოთ, რომ ეს მართლაც არის პრობლემა. თქვათ სხვადასხვა აქტივობებზე ხელმისაწვდომობა რო გქონდეთ, სიტყვაზე სპორტზე ცურვა იქნება, ეს ფეხბურთი იქნება, თუ ასე შემდეგ, რომ მოხდეს ჩანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. მოთხოვნა არის, რომ თქვათ თუ შესაძლებელია თქვათ აღარ დაიბეგროს ხელფასები და ამ საშემოსავლოსგან გათავისუფლება მოხდეს. ესეც ვნახე და არის ამის მაგალითებიც ევროპის ქვეყანაში და შესაძლოა რომ თუ ჩვენ ქვეყანას ექნება თქვათ სურვილი პირველ რიგში და შემდეგ და ვიცი რომ ეს სურვილი არსებობს, ამიტომ დაიწყოს დიალოგი, ვისაც ეხება ამ გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი მრავალშვილიანი დედების მხრიდან და მე მგონია რომ აუცილებლად მივალთ რაღაცა შეთანხმებამდე, სადაც პირადად ჩვენ ყველანი ვიგრძნობთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენს გვერდით დგას. და ჩვენთვის ეს იქნება კიდევ ერთი мотиваცია იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწორედ გავზარდოთ ჩვენი შვილები და რაც შეიძლება მეტად გამომრავლდეთ. ამიტომ ეს ახლა ძალიან მე ერთი წელია რაც მრავალშვილიანი დედა გავხდი და ამიტომ ეს პერიოდია მხოლოდ რაც დავინტერესდი, ამით საერთოდ ეს ხდება ხოლმე, რომ მერე შენი პრიზმიდან უყურებ და შენი იმიდან ინტერესდები რაღაც საკითხები და ეს კარგად ცუდი არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ ესე ხდება ხოლმე და მე როცა გავხდი მრავალშვილიანი დედა, აი ძალიან აქტივი. მანამდეც მქონდა სურვილი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ცოტა ისე იციან ხოლმე, რომ შენ რა იცი, შენ არ ხარ ჯერ მრავალშვილიანი, შეიძლება წამოგაწახო და ამიტომ აი ძალიან აქტიურად მინდა რომ ამ მიმართულებით ჩავერთო და მაქვს სხვადასხვა შეთავაზებებიც დაწერილი, უკვე გაწერილი და მგონია რომ ეს ყველაფერიც ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა გამოსწორდება. და აი შენ თვითონ თუნდაც მრავალშვილიანი, თუნდაც მანამდე სანამ მრავალშვილიანი გახდებოდი ზოგადად, აი ყველაზე მეტად რა პრობლემას საწყდებოდი ხოლმე როგორც მრავალშვილიანი სოციალური თემების თუნდაც ნახეთ აი როგორ არის ეს რაც უფრო მეტი შვილი ყა, ანუ ყველას ჩვენი შვილებისთვის გვინდა კარგი ჯანდაცვა, კარგი ვთქვათ ჩანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით რომ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იყოს ვთქვათ, ხო? და ნუ ეხა იმას აღარ ვამბობ, რომ ელემენტარული საკვები და სასმელი ყველა ბავშვს უნდა კონდეს, რა თქმა უნდა. აი იმას არა, მაგალითად აი არის ხოლმე, რომ შესაძ დეკრეტი არის ძალიან ჩემი აზრით მე და არ ვარ. დიდი პრობლემა. ხო, და მე ვფიქრობ, რომ ძალიან
ეგ არის ძალიან დიდი ცირეხნიანია პრობლემა და ჩვენს ქვეყანაში. აი, ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, დეკრეტი ნუ, ხო თქვათ, ოფიციალურად, დეკრეტული ხო, შვებულება, ხო. დეკრეტული თუ შვებულება, არ ხო. მივაქცევთ, თქვათ, რაღაცა სოციალურ პრობლემებს ყურადღებას, თუმცა ესეც ყურადღება მისაქცევია და ძალიან ბევრი ოჯახი დგას ამის წინაშე და აუცილებლად ყურადღებაა ეს მისაქცევი, იმიტომ რომ აი, თქვათ, ვიცით რაღაცა ქვეყნები, სადაც საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, სადაც ძალიან კარგი შეღავათიანი პირობებია, თქვათ, იპოთეკური სასხების მიმართულებით, რომ ასეთი მრავალშვილიან ოჯახებს, რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ფართი ჭირდებათ და ეს პრობლემები გადაიჭრას. ანუ ძალიან ესეთი სამუშაოა ეს ყველაფერი და ეს ხა დღეს და ხვალ ეს პრობლემები ვერ მოგვარდება ბუნებრივია, მაგრამ მე მგონია, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან წამოვა ეს დაინტერესება და უკვე წამოსულია და არსებობს, რომ ხელი შეუწყონ ესეთ ოჯახებს, მგონია, რომ შემდეგ კერძო სექტორიც ჩაერთვება ამ ყველაფერში და რაღაცნაირად გაუმჯობესდება ეს გარემო. თუმცა აი ჩემთვის ახლა ყველაზე პრობლემატური რაც იყო, აი მე მოგიყვებით ჩემს მაგალითს მეორე შულს რო ველოდებოდი, როცა გაიგე სამსახურში ჩავდა, რომ მე ველოდებოდი მეორე შულს, გამათავისუფლე სამსახურიდან, იმიტომ რომ დეკრეტული შვებულება არ მოეცა და ეს იყო კერძო სექტორი. დღეს უკვე დღევანდელ რეალობაში. ხო, მე სამწუხაროდ დამეზარა, ასე ვთქვათ, რომ რაღაც სამართლებრივ დავაში შევსულიყავი და არ მქონდა მაშინ მაგის შინაგანი მდგომარეობა, იმიტომ რომ ვიყავი ფეხმძიმედ და ძალიან დიდი ბედნიერების მოლოდინში და არ მინდოდა რაღაცა ეს სამართლებრივი დავა მქონოდა ამ კომპანიასთან, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დგას ამ პრობლემის წინაშე და ძალიან ბევრი სამწუხაროდ კერძო სექტორში კანონი არ არეგულირებს დეკრეტულ შვებულებას. საჯარო სექტორში ეს არეგულირებულია, რომ ვთქვათ 6 თვე გეკუთვნის ხელფასიანი, შემდეგ 1 წელი უხელფასო და მე მგონი 2 წლამდეც კი შეგიძლია რომ უხელფასო დეკრეტულ შვებულებაში იყო. თუმცა აი ეს საკითხის გადასახადი, აი ნახეთ როგორ ხდება. საჯარო სკოლები და საჯარო ბაღების მაგალითი რო ავიღოთ. საჯარო ბაღში ბავშვს 2 წელიწად-ნახევრამდე 3 წლამდე ვერ მიიყვან. ბაგაბაღსაც თუ გავითვალისწინებთ. ბაგაბაღში მე მგონი 2 წლიდან არის. შესაბამისად ის, როდესაც შენ მემაძლევ დეკრეტს 6 თვე, სად უნდა წავიყვანო შვილი? აი ლოგიკურად რო დაფიქრდე. ამიტომ მგონია რომ ეს სისტემა გასამართია და შესაბამისად აი მაგის მიხედვით არის დასალაგებელი რომ ეს ხაზი იყოს რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მშობელს ეს აფერხებს. ყველა მშობელს არ ყავს თქვათ, არ გაუმართლა ჩემნაირად და ჩემმა მშობლებმა გადადეს ჩემი შვილებისთვის თავი, უარი თქვეს თავიანთ კარიერაზე და ჩემ შვილებს ზრდიან. მე რომ ეს შესაძლებლობა არ მქონოდა, შეიძლება მე ვერ გამეჩინა ამდენი შვილი. შეიძლება პირად კარიერაზე მეთქვა უარი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი დევს სასწორზე ერთ მხარეს რომ თქვათ გააჩინო ბავშვები, მეორე მხარეს უარი უნდა თქვა შესამსახურზე, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვერ აბალანსებ. იმიტომ რომ ეს არ არის გამართული სწორი ხაზი, რომ აი 6 თვე რომ მე დეკრეტი მაქვს, მერე სად მიმყავს ბავშვი? სად უტოვებ შულს? ამიტომ ეს დეკრეტული შვებულების საკითხი არის ძალიან მოსაგვარებელი, აი კერძო კომპანიებში ძალიან ბევრგან საერთოდ არ არეგულირებს და მხოლოდ დამსაქმებლის კეთილსინდისიერებაზეა შენ მოგცემს თუ არა დეკრეტს. მადლობა ღმერთს დღევანდელ დღეს მე გამიმართლა ვთქვათ მე-4 შვილი რო გავაჩინე და ძალიან კარგი დამსაქმებლები მყავს რომლებმაც აბსოლუტურად გაიგეს ჩემი საჭიროებები და აბსოლუტურად ყველანაირად ხელი შემიწყეს. მით უმეტეს ისედაც ფიზიკურადაც თუნდაც თუმცა მე მე ვფიქრობ ხო ძალიან მნიშვნელოვანია შვილთან ზუსტად იმ პერიოდში ეს გატარება ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მგონია რომ შენი შრომის უნარიანობაზეც აისახება. თუ შენ შინაგანად არ ხარ ბედნიერი, ძალიან გიჭირს რომ შემდეგ შენი რაღაცა იდეები თუ შენი ხედვები განახორციელო კარიერაში. ამიტომ ის რომ ხო, აქამდეც მივალთ ალბათ. ის რომ შენი ბედნიერების ინდექსი იყოს ისეთ დონეზე, რომ მე შენ სამსახურში შესაბამისად გამოხატო ეს ყველაფერი შენს მუშაობაში, აი აქამდეც მისასვლელები ვართ და მგონია რომ ნელ-ნელა ნაბიჯ მივა ჩვენი ქვეყანა აქამდე და განვითარდება ისე რომ რაღაცნაირად ზრუნავდნენ დამსაქმებლები თავიანთი თანამშრომლების ბედნიერებაზე. მაგრამ ძალიან ბევრი კერძო კომპანია დღეს არის ისეთი, სადაც რა ვიცი, HR სამსახურები არ არსებობს, HR დეპარტამენტები არ არსებობს ელემენტარულად და ვინ უნდა იფიქროს თანამშრომლის ბედნიერებაზე, როცა არ ფიქრობენ ელემენტარულად რაღაცა პირობები შეუქმნან შესაბამისი, რომელიც სულ რო არაფერი დეკრეტულ შვებულებას და რეგულირებს ქალისთვის. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ძალიან დიდი გამოწვევა და აი ამ მიმართულებითაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა, რომ მოუწოდოს ყველა კერძო კომპანიას, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქალების უფლებებზე,
და დღეს ძალიან აქტიურად საუბრობენ, რომ ქალები იჩაგრებიან, ქალების ყველაზე და დიდი ჩაგვრა ეს დემოგრაფიულ არის. პრობლემაზე ასე ვთქვათ. ყველაზე ისედაც, დიდი ხო? ჩაგვრა ეს არის, რომ ქალების დეკრეტული შვებულება არის გადასახედი და კერძო კომპანიებში ეს არ არის დაცული. ქალების უფლებები ამ მიმართულებით. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ისეთი რაღაცები უნდა მოვითხოვოთ და ისეთ რაღაცებზე უნდა ვისაუბროთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ზოგადი პრობლემა იმ მიმართულებით, რომ თუ ჩვენს დემოგრაფიას არ გამოვასწორებთ, შეიძლება ხვალ საფრთხე შეექმნას ქართულ გენს. ამიტომ აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ ჩვენ იმ საჭიროებებზე, რა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენ ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანას და იმ კერძო სექტორს, სადაც დღეს საზოგადოების უმრავლესობა არის დასაქმებული. და მგონია, რომ აი ამათი ერთად მუშაობით და თანამშრომლობით აუცილებლად შეიძლება სურათი და სხვა სურათი გვექნება. თან ასეთი მოსაზრებაც არსებობს ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად გამიგია ბოლო დროს მით უმეტეს რომ ძალიან მნიშვნელოვანია დედის ესეთი თუნდაც მენტალური მდგომარეობა რომ კარგად გზნობდეს თავს თუნდაც შემდგარი იყოს ბედნიერი რომ შვილებიც შესაბამისად მე ესეთ არის სხვა შენგდების ღია ბედნიერ შვილებს აი სულ ამას ვიძახი და მართლა ესეა ვისაც შვილი ყავს ახლა ძალიან კარგად გამიგებს რომ აი პირდაპირ არის შენი ხასიათი და შენი განწყობა გადაჯაჭვული შვილის განწყობასთან და ხასიათთან. აი მე ძალიან ხშირად გამომიჯერია ჩემი თავი რომ თუ რაღაცას ვჩქარობ, თუ რაღაცაზე ცუდ ხასიათზე ვარ, თუ რა აი ჩემი შვილი ზუსტად ასევე იქცევა. და ზუსტად იგივე განწყობა გადადის ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ რაღაცნაირად ქალებმა ვიფიქროთ რომ ეს განწყობა ავიმაღლოთ და პრიორიტეტები დავალაგოთ რა რაღაცნაირად სხვანაირად რომ ყველაზე მნიშვნელოვანი როცა დედები ვხდებით არის ჩვენი შვილები. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ჩვენი განწყობა მივმართოთ იმ სიკეთეებისკენ რომ აი ღმერთმა ეგ გვარგუნა რომ გაგვხადა დედები და ამაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის ალბათ არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ამიტომ მიუხედავად ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემისა ვიფიქროთ რომ აი ვიღაცას ეს ბედნიერება შეიძლება რომელსაც დღეს ეს ბედნიერება უნდა არ აქვს და ღმერთმა რომ ჩვენ გამოგვარჩია და ამის ღირსები გავგხა და მოდით ხანდახან ის ყოფითი რაღაცები დავივიწყოთ. ვიცი რომ ეს ძალიან ძნელია და ვიცი რომ რაღაცა ძალიან რაღაცა საოცნებო სამყაროს ხატავ, მაგრამ აი მე მართლა სულ ვცდილობ ძალიან ბევრი რაღაცა ისეთი გამოგვივლია მე და ჩემს ქმარს, თქვათ, ყოფილა იქ, რომ გამოწვევები, რაღაცა ჩავარდები, აღმავლები ძალიან ბევრი აი ამ 10 წლის განმავლობაში, მაგრამ აი ყოველთვის ვფიქრობ და მადლობელი ვარ იმით, რაც დღეს მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა უსამსახუროდ ყოფილვარ და შეიძლება რაღაცა ისე არ ყოფილა, როგორც წარმომედგინა და შეიძლება გაჭირვებაც ყოფილა. ვიღაცას არ მინდა ეგონოს, რომ ეხა შენ რა გენაღვლება, სამსახური გაქვს, ის გაქვს, ეს გაქვს და მარტივია შენთვის საუბარი. ყოფილა ისე, რომ უსამსახუროდ ყოფილვარ. ყოფილა ისე, რომ უხელფასოდ მშდარ ვარ, მაგრამ პრიორიტეტები უნდა დავალაგდეს სწორედ, რომ თავარი ჩემთვის იმ მომენტში ყოფილა, რომ ჩემი შვილი არის ჯანმრთელი და რომ ღმერთმა მე ამის ღირს გამხატავ, რომ ვარ დედა. და ყველაფერი ლაგდება. აი სულ ვიძახი რომ ცოცხალ ადამიანს ყოველთვის ყველაფერი ეშველება. თავარი არის სურვილი და ჩვენ თუ ვიფიქრებთ პირველ შინაგანად პოზიტიურად, აი მე რაღაცნაირად სამყაროც ამას ესე გვიგზავნის ხოლმე და გვიბრუნებს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ აი ეს განწყობა ნებისმიერ დროს ვეცადოთ და ავიმუშაოთ ჩვენ თავზე. აი მე სულ მართლა ყოველდღე ვმუშაობ ჩემ თავზე რომ როგორ არ არის ხა რაღაცა სულ ელემენტარულის გამო შეიძლება დადგე ცუდ ხასიათზე რომ ვიღაცამ დაუმსახურებლად მოგაყენა შეურაცხყოფა თუნდაც სოციალურ ქსელში. და მიგრძნია ეს რომ აი როგორც კი ცუდ ხასიათზე დგები, მაშინვე შენ შვილებზე ეს აისახება და აი სულ ყოველწუთიერად ვმუშაობ ჩემს თავზე, რომ ჩემი განწყობა და ხასიათი იყოს ისეთი, რომ ეს ჩემ შვილებზე იყოს გადამდები და ისინი იყვნენ ბედნიერები. აი ძალიან ვთხოვ მართლა ყველა ქალს ახლა თქვენი ეთერი ტენდენს რომ აი ამაზე იმუშაონ, იმიტომ რომ ამ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გაიზრდებიან ჩვენი შვილები. მართლა ჩვენზეა დამოკიდებული, სანამ ისინი არიან პატარები. და ალბათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებაზეც საუბრობდით, ხო? გადაცემის დასაწყისში. ხო, აი ეს და შემდეგ უკვე ხო შვილებისთვის სწავლაზე. აი ეს პასუხისმგებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რომ გააცნობიერო ჯერ ეს ერთი თავიდანვე სანამ თქვა მშობელი გახდები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ადამიანს გაგაჩნდეს პასუხისმგებლობის შეგრძნება.
შენს ქცევაზე აიღო პასუხისმგებლობა, შენს ნათქვამზე აიღო პასუხისმგებლობა. ცუდი არის თუ კარგია, ყველა შემთხვევაში, ანუ ცუდს ამბობ, ცუდს აკეთებ, თუ კარგს აკეთებ და კარგს ამბობ, შენს ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება უნდა შეგეძლოს და არ უნდა აბრალებდე სხვას ამას. აი ასე უნდა გაზარდო შენი შვილიც. რომ პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში გეკუთვნის შენ, როცა რაღაცას აკეთებ, როცა რაღაცას ამბობ. და როცა მშობელი ხდები, ეს პასუხისმგებლობა ათმაგდება, იმიტომ რომ შენს წინაშე არის აბსოლუტურად, აი, ბავშვი არის მართლა პლასტელინივით. შენ შეგიძლია გამოძერწო მისი პიროვნება თავიდან ბოლომდე. შენზეა დამოკიდებული, სანამ ის არის პატარა. როგორ გამოძერწავ და რას აჩვენებ? კარგი ადამიანი იქნება თუ კი ამბობენ ხოლმე რომ მარტო წვრთნა რას უზამს თუ ხასიათმაც არ უშველაო, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ყველა ადამიანში თუ საუბრობთ ჩვენ ღმერთის ხატებაზე და მსგავსებაზე, აუცილებლად არის დადებითი ამბავი ჩადებული, იმიტომ რომ ღმერთის ხატება ეს არის. და ჩვენ თუ აი ამ დადებით გავაღვივებთ ბავშვი და ვეცდებით რომ ეს გამოვწერწოთ, მგონია რომ ეს აუცილებლად ნაყოფს დადების და კეთილს გამოიღებს. ამიტომ როცა პასუხისმგებლობაზე ვამბობ, პასუხისმგებლობა მარტო შენს ქცევაზე კი აღარ არის აქ უკვე. პასუხისმგებლობა არის უკვე შენზე როგორც მშობელზე. შენ რა ჩადე შენ შვილში, შენ რა მიეცი მას, შენ რა ეცადე, რომ როგორ გაგეზარდა, როგორ გარემოში აგეზარდა, რა გესწავლებინა. თორე ესე თავისითაც გაიზრდებიან ბავშვები, ხო, რომ გააჩინო, გაუზრდელი ბავშვი არც ერთი არ დარჩება ფიზიკურ გაზრდას თუ გულისხმობთ. მნიშვნელოვანი არის რომ გავაცნობიეროთ და პასუხისმგებლობა ავიღოთ მშობლებმა, როგორ აღვზარდეთ ჩვენი შვილები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გამოთქმა რო არის ოჯახის არკეო, ბავშვი ოჯახის ხო, არკეო, ხშირად, იცით ვიზიარებ სიმართლე რომ გითხრათ, ამას მე აი მართლა ძალიან ეთნობა ბავშვს როგორ ოჯახში იზრდება და როცა ამბობენ ჩემ შვილებს ხოლმე რომ აი ეტყობათ ბავშვებს როგორ ოჯახში იზრდებიანო და მე ვთქვათ იწყება რაღაცა შექების ორიენტალი. აი ამაზე დიდი სიამაყე რა შეიძლება იყოს მშობლისთვის. და ეს ამდენ სიყვარულია, ეს ოჯახის სიყვარული, ხო, რეალურად, ხო? უბრალოდ აი ეხა რო ვთქვა რომ აი მე ეხა მაგიდის გარშემო შემოვკრებ ჩემ შვილებს და ვეუბნები რომ აი ესე უნდა მოიქცეთ, ისე უნდა მოიქცეთ, ესე არ ხდება. მე უბრალოდ ვაჩვენებ როგორი ვარ მე. როგორ ვექცევი მე სხვა ადამიანებს. რომ უფროს კარი უნდა გაუღო და შეატარო სადღაც, რომ ვიღაცას ადგილი უნდა დაუთმო, რომ შენობით არ უნდა ესაუბრო. ამას ოღონდ მე კი არ ვასწავლე ესე მაგიდის გარშემო შემოკრებილებს. პირადი მაგალითებით ვაჩვენებ. რომ მშობელს პატივი უნდა სცე, მის ასრს პატივი უნდა სცე. ამას ჩემი პირადი მაგალითებით ხედავენ ჩემ მშობლებთან დამოკიდებულებაში და შესაბამისად მე ძალიან მარტივდება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მშობლისთვის, გავიაზროთ პასუხისმგებლობა რა პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, როდესაც ვხვდებით მშობლები და პირადი მაგალითებით, პირადი ჩართულობით გავზარდოთ შვილები, რომ მაქსიმალურად ჩავერთოთ მათ აღზრდაში, თორე ბავშვები თავისით გაიზრდებიან, არავინ არ დარჩება პატარა, ხო? თავარი არის რომ ჩვენ აღზარდოთ ჩვენი შვილები და ეს აღზრდა ძალიან ბევრ რამეს მოითხოვს. ძალიან დიდ დროს და ძალიან ბევრ შრომას. მარიამ, აი ხლა ოჯახზე ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა მე სკოლაში მიდიან, ჯერ ბაღში, მე სკოლაში, ნუ ზოგჯერ ხლა პირდაპირ სკოლა, ხო, და აი გაშენ უკვე ყავს სკოლის სასაკის ბავშვები, ხო? სკოლაში აი ამ პროცესს როგორ აღწერ, ზოგადად როგორ არის დამოკიდებულება სკოლაში, ზოგადად განათლების საკითხით თუნდაც, რამდენად კმაყოფილი ხარ, რა შეცვლიდი ამ პირიქით რითი ხარ ესეთი აღფრთოვანებული ან რა მოგწონს და კიდევ ხო ანუ რამდენად მნიშვნელოვანია რეალურად სკოლა და ზოგადად განათლების სისტემა ბავშვებზე. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა რომ დღევანდელ აჩქარებულ გარემოში რაღაცაერად მივიღეთ TikTok თაობა რომელსაც 30 წამში უნდა ინფორმაციის მიღება და თითქოს რაღაც ამ ვრცელი ინფორმაციების გადამუშავება მათ გონებას თითქოს აღარ შეუძლიათ, მაინც მე ვფიქრობ და ვიზიარებ იმას, რომ განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ოღონდ ეს განათლება ჩემთვის არ არის მხოლოდ ცოდნა წიგნებში ამოკითხული. ამას ყველგან შეძლებს ბავშვი და სკოლის გარეშეც შეძლებს ამას ძალიან მარტივია გადაშლის სახელმძღვანელოს და
აქაც ისევ და ისევ მნიშვნელოვანი არის აღზრდა. ის რომ შენ ვთქვათ ვაჟა-ფშაველას აკითხებ თუ ილია ჭავჭავაძეს აკითხებ თუ აიათ იწყებ ეს არ არის აქ ისეთი მნიშვნელოვანი როგორც იმის უკან რა ხედვა რა იყო მნიშვნელოვანი სათქმელი. აი მე ყოველთვის ჩემ შვილებს როდესაც ვუზივარ სამეცადინოდ ან მე ან დედაჩემი ყოველთვის ეს სულ ესე ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარები არიან, მაინც უფროსი მეოთხე კლასშია და მეორე პირველ კლასში და რთულია ამ დონეზე შეაფასო თქვა განათლების სისტემა, იმიტომ რომ ხა აიას ყველგან ერთნაირად ასწავლიან და რთულია შეაფასო, ხო? მაგრამ აი უკვე მეოთხე კლასელი შვილის მაგალითზე შემეძლია გითხრათ, რომ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ანალიზის უნარი ასწავლონ ბავშვს, რომ აი რაღაცას რო წაიკითხავ, ამის გაანალიზება შეგეძლოს. აი დღეს ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ სულ რომ ამბობენ, რომ აი ბავშვები გვიან იწყებენ საუბარს, გვიან იწყებენ ამბისტრობას. ძალიან დიდი პრობლემა არის ეს დღეს, იმიტომ რომ ისინი ვერ ამუშავებენ სწრაფად დიდ ინფორმაციას. და აი ყოველთვის როცა რაღაცას ვკითხულობთ და ეხლა ვთქვათ მეოთხე კლასელთან ნინასთან უკვე არის ხოლმე რაღაცა დიდი ტექსტები თუნდაც ქართულში, თუნდაც ბუნებაში, ხო? როდესაც ამ დიდ ტექსტებს ვკითხულობთ, ჩემთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ იქ ზუსტად ამბავი რა წერია, ის მომიყვეს სიტყვით. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, რომ აი მე რომელმაც ვთქვათ არ ვიცი ეს ტექსტი, მომიყვე ამბავი ისე, რომ მნიშვნელოვანი რა იყო ამ ამბავში, შენ ეს გაანალიზო. და მთავარი სათქმელი რა იყო? ანუ ყოველთვის ესე ხდება ხოლმე, ჩვენ სულ ესეთი კომუნიკაცია გვაქვს, რომ სულ მინდა რომ აი ანალიზის უნარი გამოვუმუშავო ჩემ შვილებს, რომ აი მთავარი სათქმელი რა იყო ამაში. ამიტომ აი ეხაც ვთქვათ, როდესაც პატარებს ვთქვათ ღამეძილის წიგნებს უკითხავთ, ხო სულ ვშელობთ ხოლმე, სულ ვფიქრობთ, სულ ანალიზს ვაკეთებთ, რომ აი რისი თქმა უსულდა. და ჩართული ხარ ამაში აქტიურად ხო, აი ეს მგონია რომ ეს ყველაფერი იწვევს მერე იმას, რომ ანალიზის უნარი კრიტიკული აზროვნებაც მერე ზუსტად აქედან ყალიბდება. მაგრამ აი სკოლის ახლა განათლების რეფორმების მიმართულებით ძალიან ბევრი არის ალბათ სასაუბრო და ძალიან ბევრი რაღაც რაც არ მომწონდა. ეხლა ეს ხორციელდება და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამისთვის განათლების სამინისტროს უთხრა, თუმცა ბევრი უკმაყოფილო ამით, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს აუცილებლად მომავალში. თუნდაც ის საკითხები, რომ აი ძალიან ელემენტარული ავიღოთ, რომ ერთი და იგივე პროფესიის წახალისება ხდებოდა აი ესე გამუდმებულად, აი ამდენი ეკონომისტი, ამდენი იურისტი და მაშინ როდესაც ქვეყანამ დაკარგა, ვთქვათ, ძალიან ბევრი ინჟინერი. ძალიან ბევრი ტექნიკური ისინი მიმართულებები სრულიად უყურადღებოდ დარჩა და მართლა დღეს რო გინდოდეს სპეციალისტი ამ მიმართულებების სანთლით რო ეძებო შესაძლოა ვერ იპოვო ქვეყანაში. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ძალიან მნიშვნელოვანი გადასაჭრელია ეს საკითხი. ხა მე ვარ ქართული ენის და ლიტერატურის ფილოლოგი, ხო? აი ამ ესეთი მიმართულება, ჩემ ვთქვათ ძველი ქართული ენის მიმართულება ლიტერატურის კვდება. იმიტომ რომ არავის აღარ აინტერესებს ეს. ანუ ესეთი სპეციალობებია წასახალისებელი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა არის იმ დიდი კულტურის მატარებელი, რომელსაც თავისი დამწერლობა აქვს, თავისი ამდენწლიანი ისტორია, თავისი ამდენწლიანი ლიტერატურა და არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ეს სპეციალობები კვდებოდეს და ყავდეს ამდენი ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი. და ბიზნესის და მართვის და მე ვსწრის რომ ყველას გვინდა ბიზნესი და ბევრი ფულის შოვნა, მაგრამ სწავლის მხოლოდ ესე არ გამოდის, მაშინ ყველანი თეორიული სწავლით რომ ეს შესაძლებელი იყოს, ყველანი ვიქნებოდით წარმატებულები, ხო და ამიტომ მგონია რომ ის პროფესიები უნდა წახალისდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენი თვითმყოფადობის გამსაზღვრელი, ეს ერთი და მეორე ის პროფესიები, რომელთა რა მიმართულებით ჩვენ სპეციალისტები აღარ გვყავს. თორემ და რაც შეეხება ახლა ვთქვათ საშუალო განათლების დონეზე რო ჩამოვიდეთ და უნივერსიტეტამდე სანამ მევალთ სკოლებს შევეხოთ, აქაც ალბათ ბევრი რაღაც იყო შესაძლებელი, თუმცა მე საჯარო სკოლებში ვფიქრობ და რაღაცეები შესაძლებელია და ამას მოევლება, თუნდაც ის რომ აი სოციუმის შექმნის დროს რაღაცნაირად მე მაინც მგონია რომ შეიძლება ეხა ვიღაცამ ამის გამო გამაკრიტიკოს, მაგრამ მაინც ამ სოციუმში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ აი ადრე რატომ იყო რომ აი იმ უბანში იმ უბნის ბავშვები სწავლობდნენ. სხვა უბანში ვერ შევიდოდა სხვა უბნიდან თქვა ბავშვი სკოლაში, ხო? აი ეს ძალიან დასარეგულირებელია და მგონი ესეც ნელ-ნელა დარეგულირდება. რაც შეეხება
თქვათ ეხლა ისე სიღრმისეულოდ მე განათლების სისტემას საშუალო დონეზე არ ვიცნობ რომ თქვათ რა ნაწარმოებები ამოიღეს რა დასაბრუნებელია და რა შესამატებელია ჯერ არ ხარ ეს მაგ ეტაპამდე არ ვარ მაგრამ აი მეოთხე კლასის დონეზეც მე ვხედავ რომ რაღაცები თქვათ ქართული ენის სახელმძღვანელოში ისეთი ნაწარმოებებია შეტანილი რაც საერთოდ არ უნდა იყოს და რაც უნდა იყოს თქვათ დამატებით საკითხავში და ბევრად მნიშვნელოვანი ნაწარმოებები გვაქვს თუნდაც ქართული და ესენი უნდა იყოს შეტანილი და მე მაინც ყველაზე დიდი პრობლემად მიმაჩნია რომ რაღაც არ ვართ შეჯერებულები ერთ მოდელზე ერთი ტიპის სახელმძღვანელოები არ გვაქვს ელემენტარულად ანუ სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა სახელმძღვანელოები სწავლობენ და ეს ძალიან დიდ ჩავარდნებს იწვევს ამიტომ ეს მგონია რომ ძალიან დასარეგულირებელია და მისახედია ეს საკითხი თორემ აი რას ფიქრობ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენი შვილებიდან გამომდინარე რომ თქვა რომ აი როგორი განათლება გინდა მიიღოს ქართულ სკოლებში მერე ქართულ უნივერსიტეტებში თუნდაც რა აი მთავარი ღირებულებები ასე ვთქვათ რა შეიძლება ბავშვებს რომ ჩამოყალიბდნენ კარგ ნამდვილ ქართველებად ხო და აი მე გეტყვით რა გარდა ოჯახი ნუ ოჯახიდან ხო ვისაუბრეთ რომ ოჯახი მე რომ ჩემი შვილები შევიყვანე სკოლაში მთავარი მოთხოვნა რაც სკოლის მისამართით მქონდა იყო რომ გთხოვთ გაზარდეთ დაეხმაროთ რომ იყვნენ კარგი ადამიანები თქო ანუ ჩემთვის იმის სწავლება რაც არის თქვათ რაღაცა ელემენტარული საფასისო ცოდნა მეორე ხარისხოვანია გარდა იმისა რომ მასწავლებელმა ბავშვს ასწავლოს ერთმანეთს როგორ მოექცნენ ბავშვები რომ ერთმანეთის მიმართ გქონდეთ ემპათია რომ ერთმანეთის მიმართ გქონდეთ სიყვარული რომ სიკეთის გაზიარება შეეძლოთ აი ის რაც სოციუმში სკოლის სოციუმში რასაც ბავშვი სწავლობს და განსაკუთრებით დაწყების სწავლების ეტაპზე ხო აი აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სანამ იმას ისწავლის რაც წიგნში თეორიაა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ბავშვმა ისწავლოს ის მორალური და ზნეობრივი ნორმები რაც სოციუმს აყალიბებს და აი მართლა აი წერილებიც მაქვს თქვათ მეილების საშუალებით როცა კონტაქტობდი სკოლასთან ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო ეს რომ გთხოვთ დაეხმარეთ ჩემს შვილებს რომ იყვნენ კარგი ადამიანები თქო ჩემი მთავარი მოთხოვნა არის ეს და ამაში არის მნიშვნელოვანი დამრიგებლის როლი რომ ყოველთვის მოусმინოს ეცალოს შენი შვილისთვის ბავშვებისთვის უნდა ეცალოს რომ მოусმინოს მას რა უჭირს ის რომ თქვათ 3+5 შეიძლება ან განტოლება რაღაცა ვერ გამოყავს ეს დაძლევადია და ეს შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს რის ნაკლებობაც აქვს ბავშვებს არის ყურადღება და არის სიყვარული და მთავარი რაც სკოლაში უნდა იყოს არის მგონია ეს რომ ყურადღება და დრო გქონდეთ მასწავლებლების ბავშვებისთვის მათთან საკომუნიკაციოდ რომ გრძნობდნენ ბავშვები რომ ისინი საჭირო და მნიშვნელოვანები არიან რომ ვიღაცას უყვარს რომ ვიღაცა მათზე ზრუნავს რომ შემდეგაც თვითონ გააკეთონ ეს ყველაფერი და ოჯახშიც არის ეს თორემ აი მართლა გეუბნებით რაღაც აი ყველაზე მაღალმთიან სოფელშიც შეიძლება სადაც სკოლა საერთოდ არ არის ყველაზე კარგი ყველაზე დიდი ცოდნით გაიზარდოს ადამიანი მთავარი არის რომ ადამიანები ბავშვები გავზარდოთ ადამიანებად ჩემი მთავარი მოთხოვნა არის ეს სკოლების მისამართითაც შენი ოჯახი ძალიან ესეთი მე რასაც უყურებ და ზოგადად ვიცი ძალიან კარგი ქრისტიანული ქართული ოჯახი არის და ასე ზრდით ალბათ თავადაც ასეთი გარემოში ხარ გაზრდილი და ამ მიმართულებით რას ფიქრობ რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ამ კუთხით ბავშვების მიმართვა აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერით ახლა ის რომ თავის დროზე სკოლებიდან გამოდევნეს ქრისტიანობა და რწმენა და რელიგია საერთოდ აღარ ისწავლება ეს იყო სერიოზული პრობლემა და ამ პრობლემამ მოგვიყვანა იქამდე რაც თქვათ დღეს მივიღეთ ამიტომ ის რომ თქვათ ამ მიმართულებითაც ახლა საპატრიარქო ძალიან აქტიურად არის ჩართული და მადლობა განათლების სამინისტროსაც რომ ამ კუთხით ითვალისწინებს საპატრიარქოს დამოკიდებულებას და თქვათ დაბრუნდა რა მე მგონი 500-მდე სკოლაში უკვე დაბრუნდა ასე ვთქვათ რელიგია სკოლებში გულისხმობ რომ რაღაც ღირებულებითი აღზრდის გაკვეთილებს ატარებენ მოძღვრები, გადამზადებული მოძღვრები, ვისაც ამის ცოდნა და გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის აქვს და ეს ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენი რელიგია ახლა შეიძლება ვიღაცას არ წამს ქრისტიანობა და არ არის მართლმადიდებელი, მაგრამ
მგონია რომ აი თუ რაღაცა შორიდან შევხედავთ ის რასაც ჩვენი რელიგია ქადაგებს, აი ვთქვათ არ წამს ადამიანს და აი გარედან შევახედებთ, ხო? არის რა, ძირითადი ფასეულობები, რომ გიყვარდეს სხვა ადამიანები, როგორც შენი თავი, პატივი ეცი სხვებს და შენ მშობლებს და ის რომ სინანული შეგეძლოს ადამიანს და ის რომ ვთქვათ ჩადენილ საქციელზე შეგეძლოს პასუხისმგებლობის აღება. ანუ ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენი რელიგია ასწავლის, ეს არის სიყვარული, პატივისცემა და პასუხისმგებლობის აღება. და ანუ ეს სულ რო არ გწამდეს ღმერთის, მე მგონი არის ისეთი მორალური პრინციპული საკითხები, რაც ყველა ადამიანში და ყველა საზოგადოებაში არის მნიშვნელოვანი. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვთქვათ, ჩვენი რელიგია ასწავლის, გამოხსნა არის, ხო? საშუალებას ღმერთი ყოველთვის გაძლევს საშუალებას, რომ შენ გახდე ღირსი, ვთქვათ, რომ მის გვერდით აღმოჩნდე და მოინანიო შენი წოდები, რაც ვთქვათ, ბევრი რელიგიაში ესე არ არის და განგვასხვავებს, ხო? ამიტომ მგონია, რომ ყველაზე კაცთმოყვარე და ყველაზე სიკეთით სავსე არის ჩვენი რელიგია და ამ სწავლების სკოლებში გადატანა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ შეიძლება როცა ამ საკითხებთან შენ შეხება გაქვს, მერე გაიზარდო რაღაცნაირი ადამიანი რა და ამას ალბათ ეხლა რო ვთქვა რომ მე ბავშვობიდან რაღაცა ძალიან აქტიურად მასწავლიდნენ ამას თქო ვერ ვიტყვი. ყოფილა ისეც რომ ვთქვა რაღაცა პერიოდში ცხოვრების რაღაცა დროს მე ვთქვათ ცოტა გავშორდი ეკლესიაში ისე აქტიურად არ დავდიოდი, ვერ ვეზიარებოდი ვთქვათ, ხო? მაგრამ ვთქვათ რაღაცა განსაცდელიც მოხდა მე ჩვენს ცხოვრებაში, რამაც ისევ დააბრუნა ჩვენი ოჯახი ეკლესიასთან და რწმენასთან და ეს მართლა შემთხვევით არ ხდება ხოლმე და მე ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ეხა უკვე მე როგორც მშობელი ვცდილობ რომ ჩემი შვილები ბავშვობიდანვე ჩავრთო ამ პროცესში, არ ვაძალებ და ჩემი მითი შეხედულებით არის მოვშვები, რომ აი ხა გინდა თუ არა უნდა წავიდეთ ლოცვაზე, წირვაზე და აუცილებლად. თუ ჩემი შვილები მეტყვიან რომ უნდა წავიდეთ, მივდივართ, აუცილებლად მივდივართ ხოლმე და ხშირად შენიშვნაც მოუწიათ, რომ დღეს კვირაა და როგორ ღმერთთან არ მივდივართ, ღმერთის სახში არ მივდივართ და ცოტა სინდისი რო ქენჯის, რომ შენ ცოტა დაგეზარა და გინდოდა ძილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ამ მაგალითებზე იზრდები და როცა ბავშვი მოძღვარი ყავს, როცა სკოლებში რაღაცა დოზით ესწავლება არის, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ჩემი შვილი არ არის ქრისტიანი და რატო უნდა დაიჩაგროს. ეს ხომ არის ნებაყოფლობითი და ყველა ბავშვს შეუძლია აირჩიოს. ანუ ეს არ არის სავალდებულო სწავლება. ბავშვს თვითონ შეუძლია აირჩიოს და აესწრება და მშობელსაც დაესწრება თუ არა ამ ტიპის სწავლებას. ამიტომ მგონია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სამკუთხედი ოჯახი, სკოლა და ეკლესია. ანუ აი ეს თუ შეიკურება და დაკავშირდება ერთმანეთთან, მგონია რომ ჩვენ ბევრად უკეთეს თაობას მივიღებთ, თუმცა ეხლა ძალიან კარგი თაობა გვყავს და გამორჩეული ბავშვები და ძალიან ნიჭიერები და ძალიან მაგრები, მაგრამ არიან რაღაცა ნაწილი, რომელიც ვთქვათ, ჩვენ ნახეთ ხო განვითარებული მოვლენები, ეს ფაშისტური ორგანიზაციები, რაღაცა დამოკიდებულებები ბავშვების ერთმანეთთან, რაც არის აი სრულიად არ ვიცი, აი საუბარის კი მიჭირს ამაზე, აი კადრები ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო რომ ნახე და ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ რომ ეს ბავშვები ხო ჩვენი ბავშვები არიან, სად დავუშვით შეცდომა, რატომ მივიღეთ ესეთი მოძალადე ბავშვები, რატომ მივიღეთ ესეთი აგრესიული ბავშვები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სოციუმი არ განზოგადდეს და პირიქით ეს ბავშვები ჩვენ ამ ბავშვებს დავეხმაროთ რომ გამოსწორდეს და ყველაფერი გავაკეთოთ რომ კიდევ და კიდევ აღარ მივიღოთ მსგავსი მაგალითები. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახის, სკოლის და ეკლესიის ჩართულობა. ეს უნდა იყოს ოღონდ თანაბარი ჩართულობა. და ეს უნდა იყოს ყველა ეტაპზე ჩართულობა, რომ ჩვენ აღარასდროს აღარ მივიღოთ ის, რაც ვნახეთ, აღარ მივიღოთ ის ძალადობა, სიზღი, ბულინგი, რაც სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ხდება. მე მაინც მგონია, რომ ღმერთთან როცა ახლოს ხარ ადამიანი, სულ რომ ელემენტარულად რა გეშინია ღმერთის, რომ ამ ყველაფერზე პასუხს მოგთხოვს და შენ თავს აბრკოლებ, რომ ცუდი უსურვო ვიღაცას, ცუდი ჩაიდინო ვიღაცის მისამართით. თუ სიყვარული არ გაქვს, შეში მაინც გაქვს და ამიტომ მგონია რომ ღმერთი ამ ყველაფერში გვეხმარება და ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სოციალური ქსელების ეპოქაში ვცხოვრობთ ახლა და რაზეც შენ ისაუბრე, ალბათ შესაძლოა ახლა ბავშვებისთვის მით უმეტეს, როდესაც ესეთი მცირეწლოვანი და გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მიღებული ინფორმაცია. თუნდაც ხშირად
აგრესია და ძალიან არა სასურველი ინფორმაცია, რასაც ნახულობენ ბავშვები სოციალურ ქსელებში და რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? ზოგადად როგორ უნდა აი შენი მაგალითზე ბავშვებთან ეხლა პატარები ყავს ძალიან, მაგრამ ისე გამანე გადის დრო. ძალიან მალე გადის დრო და გაჯეტებზე დამოკიდებულება არის ჩვენი თანამედროვე სამყაროს ყველაზე დიდი გამოწვევა. ნახეთ, უამრავი ქვეყანა, ვთქვათ, საფრანგეთი, საბერძნეთი გამოდის ინიციატივებით, რომ საერთოდ აიგრძალოს გაჯეტები და სოციალურ ქსელებზე წვდომა, იმიტომ რომ დავკარგეთ თაობაო პირდაპირ აი ამ სიტყვებით საუბრობენ ქვეყნის პირველი პირები და მართლა ესია. მე ვხედავ ადამიანები, ბავშვები, მოზარდები, სადღაც აი თინეიჯერების ასაკი, როგორ სხედან ერთად ერთ გარემოში, ერთ სივრცეში და როგორ არ ესაუბრებიან ერთმანეთს და არიან აი ამაში. და ეს გაჯეტების პრობლემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ახსენე რომ ვთქვათ, ჩემი შვილები პატარები არიან, მაგრამ პატარა ასაკიდანვე ძალიან დამოკიდებულები არიან ხოლმე ბავშვები ეკრანზე და ეს ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს, თუნდაც საუბრის შეზღუდვისთვის, თუნდაც ჩაკეტილობის კუთხით, თუნდაც ძალიან ბევრი რაღაცა სხვადასხვა სინდრომის განვითარებისთვის, რაც ძალიან აფერხებს ბავშვის ზრდა განვითარებას. ამიტომ მე თავიდანვე მქონდა მიდგომა, რომ ესენი იყო აკრძალული და არც ერთ ეტაპზე ჩემი შვილებისთვის არ მიმიცია იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, ეს გაჯეტებზე წვდომა ქონოდათ და ცოტა ხანდახან მონსტრი დედა მგონია ხოლმე თავი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან მსხუტავ. თუმცა, აი ვთქვათ, სკოლაში რო წავიდნენ უკვე და ვთქვათ, სხვა ბავშვებს ქონდათ ტელეფონი. რაღაცნაირად ვიგრძენი რომ თითქოს მე ჩემს შვილებს ზედმეტად ვჩაგრავ რომ აი მათ არ აქვთ. ამიტომ მგონია რომ თუ ეს ზოგადი წესი იქნება რომ აი იგრძალება სკოლებში მობილური ტელეფონები თუ გაჯეტები თუ ასე შემდეგ და ეს ყველასთვის იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ აი სოციალური ქსელები ახსენეთ ხო ძალიან ბევრ ბავშვს აქვს სოციალური ქსელი. ვთქვათ ვიღაცა იტყვის რომ 18 წლამდე ხო შექმნა არ არის შესაძლებელი. ვთქვათ იტყუებიან და მაინც ქმნიან. და აი ჩემი შვილის გარემოცვაში ვთქვათ მე-4 კლასელს, რომელიც აი 10 წლის ხდება, ხო? მის ირგვლივ ძალიან ბევრ ბავშვს აქვს წვდომა, ვთქვათ, TikTok-ზე, Facebook-ზე და ეს იწვევს ძალიან ბევრ გაუკუღმართებულ ამბავს შემდეგ, იმიტომ რომ შენს შვილს შეიძლება დადებითი ამბისთვის აქვს ეს რომ რაღაცა ინფორმაცია მიიღოს, რაღაცა ნახოს, გაერთოს, იცეკოს, მაგრამ რისკებსაც ხომ უნდა ვისაუბროთ, რა შეიძლება მოხდეს. ვიღაცამ შეიძლება უცხომ მიწეროს, ვიღაცამ შეიძლება რაღაცა ცუდი ინფორმაცია მიაწოდოს. შეიძლება ცუდი ინფორმაცია ნახოს, იმიტომ რომ ხანდახან მე თქვენ გავუცებულ რომ ისეთი რაღაცა ამოვარდეს შეიძლება ვთქვათ რაღაცა ამ home page-ზე, სადაც სოციალურ ქსელში. ან ტრენდს რო ეძახიან, შეიძლება რაღაც ისე ტრენდს აყო. რამდენი შემთხვევა ყოფილა თუნდაც სოფლიოს ძალიან ისეთი სავალალო შედეგი დამთავრებულა ხოლმე. შედეგითაც კი დასრულებულა. ეგ ერთი პრობლემა ამ გაჯეტების და სოციალურ ქსელების, მეორე პრობლემა ხელოვნური ინტელექტის. ეხა ეს ვახსენეთ, რომ რაღაცა ცუდად დამთავრებულად გო და ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცით უკვე, ვთქვათ, ხელოვნურმა ინტელექტმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა ბავშვები. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ძალიან დასარეგულირებელია ეს ყველაფერი. თუმცა რო ვთქვა რომ ეხა ჩემ შვილებს ინტერესი არ აქვს ამის მიმართ თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ როდესაც სხვა სოციუმში არიან და ხედავენ იმ სოციუმს რომ ამაში ჩართულები არიან, ბუნებრივია ინტერესი უჩნდებათ, მაგრამ აქაც აი მართლა ალბათ დრო უნდა გქონდეს რა და ეცადო რომ ეს ყველაფერი აუხსნა. არის რაღაცა რამდენიმე ცნობილი თამაშიც ძალიან აქტუალურია აი ჩემი შვილების თაობაში და ისიც რაღაცა ცუდ რაღაცას ეფუძნება, ან უნდა მოპარო, ან უნდა მოკლა, რომ რაღაცა წინ სხვადასხვა ტურებში გადახვიდე. აი აქაც ძალიან ისე დამჭირდა დიდხანს ჩზომა ჩემი შვილებთან და ახსნა, იმიტომ რომ როდესაც რაღაც პოპულარულია, შენც გინდა რომ ჩაერთო მით უმეტეს როცა პატარა ხარ. და აი ძალიან დიდხანს ვიჯექი და ვუხსნიდი. მეც ვნახე მათთან ერთად ეს თამაში გადმოვწერე ვთქვათ და გავეცანი რას ეხებოდა და ავუხსენი მე რომ აი ზოგადად თამაში თუ სოციალურ ქსელში ყოფნა თუ ასე შემდეგ რას ეფუძნება? თამაშის დანიშნულება რა არის, რომ რაღაცა ესთეტიკური ის მოგანიჭოს და რაღაცა გართობის საშუალებაც მოგცეს. თუ ეს თამაში ეფუძნება აგრესიას და ცუდ ამბებს და ცუდ რაღაცას ავითარებს შენში, ხო? აი რა მუღამი აქვს მაშინ თქვათ თამაშს, ხო? თუ ვერ ერთობი და ვერით აგრესია ვითარდება შენში. ამიტომ რაღაცნაირად როცა ავუხსენი ეს ყველაფერი და ვთქვათ ვაძლევ სხვა თამაშის უფლებას. სხვა რამით ჩაუნაცვლე. გაიგეს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ესეთ ეტაპზე ვართ, რომ ამ ახსნე, იმიტომ რომ ისი თანატოლები, როდესაც ხო რაღაც თუნდაც ერთობიან ამით თამაშები აქვს და ძალიან ძნელია, თუმცა ჩვენ გვაქვს მაგალითად დაწესებული, რომ მხოლოდ შაბათ-კვირას ვიღებთ გაჯეტებს.
და ნუ თქვათ ბიჭებს ძალიან უყვართ ფეხბურთი და ამიტომ ამ მიმართულებით რაც PlayStation-ზე თამაშობენ ხოლმე ფეხბურთს და ძალიან უყვართ, თუმცა სულ ვეუბნები რომ ფიზიკური ფეხბურთი ხო ჯობია მას და ფიზიკურ ფეხბურთსაც აქტიურად თამაშობენ, მაგრამ იციან ანუ მთლიანად აკრძალვა ამ ეპოქაში არ გამოდის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან სხვაგან მოწყვეტილად გაიზრდებიან, მაგრამ ჩვენ გვაქვს დაწესებული წესები და ამ წესებს ძალიან აქტიურად მივუყვებით, რომ აი მხოლოდ შაბათ-კვირას, თქვათ საათნახევრით, 2 საათით შეიძლება ამის გამოყენება და всё. ამიტომ კვირის დღეებში საერთოდ არ უნდებათ ხოლმე, საერთოდ არ ახსენდებათ და საერთოდ არც არანაირი აგრესია არ აქვთ, რომ რაღაცა აი გამოუართვი და ან არ აძლევ ამის საშუალებას ან ამის უფლებას. თუმცა ხო გეუბნებით, როდესაც შაბათ-კვირას გაჯეტებს მოიხმარან, ხედავ ხოლმე რომ რაღაც 1 საათი მერე ამ აქედან გამოყვანა სჭირდება, იმიტომ რომ უჩნდებათ რაღაცა ეს დამოკიდებულება და შემდეგ აგრესია, რომ აი ეხა ვეღარ თამაშობენ და ეს მართლა ძალიან დიდი პრობლემაა და ვფიქრობ, რომ როგორც შეგვიძლია რომ მშობლებმა რაღაც ასაკამდე და გვაქვს ამის შესაძლებლობა რომ შევზღუდოთ ამაზე ცდომა, აუცილებლად უნდა შევზღუდოთ და იმედია ამასობაში წამოგვეწევა ის კანონებიც, რასაც მსოფლიო აპირებს და იმედია ჩვენს ქვეყანაშიც იქნება, რომ რაღაცნაირად შეზღუდვები და აკრძალვები ამ მიმართულებით დაწესდეს, იმიტომ რომ მართლა დავკარგავთ თაობას, რომელსაც ერთმანეთში ურთიერთობა ეწოდინებათ. აი ამის მიღმა ერთმანეთში ურთიერთობა ბავშვებს უჭირთ. მარიამ, ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ვისაუბრეთ საკურველია დედობაზე, ოჯახზე ზოგადად, მაგრამ ოჯახის ნაწილი არა საკურველია და მნიშვნელოვანი ნაწილი მამა, ხო? აი ორი სიტყვით ახლა არ დაუთმოთ ძალიან დიდით რომ არ ეწყინოთ მამაკაცებს, მაგრამ ეს არის დედის დღე არის დღეს და შესაბამისად უფრო პრიორიტეტული დედა გვყავს და მაგრამ აი მამას რამდენად, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და აი შენი გამოცდილებიდან ზოგადად და რას ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია მამის როლი ბავშვების შვილების აღზრდაში და აი და აი მე გეტყვით რომ დღეს არის დედის დღე და ყველა ბედნიერი დედის უკან დგას ღირსეული მამა. ამაზე მეტი რაღა ვთქვა ხა ორი სიტყვით ვთქვი. და ამიტომაც მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ოჯახში მამის ჩართულობა, მისი როლი, მისი მაგალითები. აი ეხა მე ჩემშულებთან მიმართებაში ერთპიროვნულად არასდროს არანაირი გადაწყვეტილებას არ ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე შეიძლება ჩემზე უფრო მეტად დაკავებულია, ვთქვათ და ფიზიკურად იმდენ დროს ბავშვებთან ვერ ატარებს, როგორც მე კვირის განმავლობაში, თუმცა შაბათ-კვირა ყოველთვის ბავშვებისთვის არის. აი ეს არის დაუწერელი კანონი ჩვენს ოჯახში. მე შაბათ-კვირას არცად არ დავდივარ, არცად გასართობად არ დავდივართ მე და ჩემი მეუღლე, სანამ ბავშვები არიან პატარები, ყოველთვის შაბათ-კვირა არის ჩვენი შვილებისთვის. და კვირის დღეებში ცოტა ნაკლებად არის ხოლმე ჩართულობა, მაგრამ მაინც ყოველთვის ცდილობს დღის განმავლობაში იცოდეს, ვთქვათ, რა საკეთებენ მისი შვილები, სად მიდიან, რა გაუხარდათ, რა ეწყინათ, ყოველთვის საღამოს ვსაუბრობთ ხოლმე ბავშვებთან ერთად ამ ბავშვების გარეშე, როგორ ჩაიარა დღემ და ანუ ყველაფერი იცის ჩემმა მეუღლემ და ძალიან კარგად იცნობს ბავშვებს და შეიძლება ითქვას, რომ რა ვიცი, აი თანაბრად არის ჩვენთან ეს ამბავი გადანაწილებული, რომ აი იმდენად არის მამა ჩართული ბავშვების აღზრდაში, რომ ხანდახან მამაც დედაა ხოლმე მე მგონი. ხუმრობით ვამბობ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შვილები ხედავენ დედის და მამის ურთიერთობას. სიყვარულს ერთმანეთის მიმართ პატივისცემას, თორე როგორ არ არის ხოლმე რაღაცა შეიძლება გეწყინოს ცხოვრება, ხო ეს ხო არ არის რომ ყველა დღე რაც ფილმივით იყოს გაცისკროვნებული. რაღაცაზე შეიძლება იჩხუბო კიდეც, მაგრამ აი როდესაც შვილები ხედავენ როგორ პატივისცემ ერთმანეთს, როგორ პატივისცემენ შენი მშობლები ერთმანეთს, როგორ უყვართ ერთმანეთი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და თანაცხოვრებაში მე შენ თვითონაც იზრდები. ხვდები რომ მხოლოდ სიყვარული კი არ არის მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს სიყვარული რო დროთა განმავლობაში არ გახუნდეს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ იმ ადამიანისთვის იცხოვრო. მარტო შენი სიყვარული კი არ არის ეგოისტურად მნიშვნელოვანი. შენ უნდა იცხოვრო იმ ადამიანისთვის, იმ ადამიანს რა გაუხარდება, იმ ადამიანს როგორ ასიამოვნო, ის ადამიანი როგორ იყოს ბედნიერი და კომფორტული და როგორ უხაროდა შენს სახლში მოსვლა. ანუ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ შეგეძლოს ახლა ჩვენ შორის 6 წელია სხვაობა და ფიქრობ რომ კარგია თქო ეს, იმიტომ რომ მე თავიდან ცოტა ჯინიანი, პატარა ჯინიანი ბავშვით ვიქცეოდი ხოლმე რაღაცები მწყინდა და რაღაცებზე იმავშობოდი ხოლმე ბრასდებოდი და უკან არ ვიხევდი, მაგრამ მე დროთა განმავლობაში და ამ თანაცხოვრებაში ვისწავლე ისიც, რომ ანუ სიყვარული მარტო ეს კი არ არის, რომ აი მიყვარს და მორჩა. სიყვარული არის, როცა შენ რაღაცებზე უკან დახევა შეგიძლია, როცა შეგიძლია რომ რაღაცეები დათმო.
დათმო იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნო. ანუ სიყვარული არ არის ეგოიზმი, სიყვარული არის ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთისთვის ცხოვრება. და ეს როცა გააზრებულია ოჯახში, შემდეგ ამას შვილები ძალიან კარგად ხედავენ, ეს ყველაზე კარგად ჩანს და მე ყოველთვის ჩვენთვის ეს არის აი უმნიშვნელოვანესი, რომ ბავშვები ვერასდროს ვერ ხედავდნენ თქვა ჩვენს კამბანს, ჩვენს კინკლაობას, იმიტომ რომ ეხლა რა თქმა უნდა რობოტები ხო ვართ ხანდახან ხდება ხოლმე ეს, მაგრამ ესეც დაუწერელი კანონია ჩვენთან, რომ ბავშვები ამას ვერასდროს ვერ ხედავდნენ და ხედავდნენ მხოლოდ სიყვარულს, სიკეთეს და ურთიერთპატივისცემას, რაც მთავარია, იმიტომ რომ ამ პატივისცემის გარეშე ურთიერთობა ვერ გამოდის. ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგი ეს ყველაფერი. და ქვეყანაზეც რო თქვა, აი როგორ ქვეყანაში გინდა გაიზარდონ ჩვენი შვილები, საქართველოს როგორი წარმოგიდგენი ესეთი, რომელიც არის შენთვის ისეთი როგორც დღეს არის და მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომ ჩვენი ქვეყანა რავე განვითარდა და რავერ გამოვიდა და რავერ და სულ რო გვინდა რომ რომელიღაცა სხვა ქვეყანას მივამსგავსოთ. მე ძალიან ვედნიერი ვარ რომ საქართველოში ვცხოვრობ და საქართველოში დაიბადნენ ჩემი შვილები. აი ზუსტად ამ ქვეყანაში როგორი ქვეყანაც გვაქვს. სადაც მეგობრობის ფასიც იციან, სიყვარულის ფასიც იციან, სტუმართმოყვარეობა საოცარი იციან. საოცარი სიმღერა გვაქვს, საოცარი ცეკვა გვაქვს, საოცარი კულტურა გვაქვს, ჩვენი დამწერლობა გვაქვს. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ქვეყანით და ძალიან ვამაყობ, რომ მე ქართველი ვარ და ჩემი შვილები ზუსტად აი ამ ქვეყანაში დაიბადნენ. რაღაცები გამოზოვები რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ყოველთვის ხდება ხოლმე ეს, იმიტომ რომ ჩვენ დამოუკიდებლობის ძალიან ცოტა ისტორია გვაქვს და ბევრი რაღაც ვთქვათ მისაყვანია ბოლომდე, თუმცა ეს ყველაფერიც ალბათ პირობითია იმას თუ შევხედავთ, რომ რამხელა კულტურის მქონე ქვეყანაა, რამხელა ისტორიის და როგორი ქრისტიანული. აი ხანდახან მიგვირს ხოლმე რომ აი ამდენ საუკუნეს როგორ გაუძლო ამ ერთმა პატარა ქვეყანამ და როგორ გადარჩა ეს ხალხი აქ. და ალბათ ზუსტად მაგით გადარჩა რა, ღმერთის რწმენით და იმ სიკეთით და იმ მომავლის იმედით, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ. შესაბამისად, როცა ვფიქრობ ხოლმე როგორ ქვეყანაში მინდა რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ, ზუსტად ამ ქვეყანაში მინდა იცხოვრონ, ზუსტად ესეთში, სადაც იციან მეგობრობის ფასი, სადაც მეგობრისთვის თავგანწირვა შეუძლიათ, სადაც სიყვარულისთვის სარაინდო საქმეების ჩადენა შეუძლიათ. ანუ ჩემთვის ეს არის სამაგალითო და საოცნებო საქართველო. თუმცა დღეს ცოტა რაღაცაები თითქოს ისე აღარ ჩანს რაღაცები ამ სოციალურმა ქსელებმა და ცოტა ამ სიზღმა გადაფარა, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ამასაც გაუძლებს საქართველოს და უფრო უარესებისთვისაც გაუძლია და გამოვალთ ამ ყველაფრიდან ერთმანეთის სიზღიდან და აი ჩემთვის საოცნებო ქვეყანა არის ის, სადაც ყველას ერთმანეთი გვეყარება, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ვართ. 3 მილიონი ადამიანი ვართ, ყველას ახლობელი და ნათესავი ვართ. მე სულ ესე მიცხოვრია და აქამდეც და ახლაც ესე ვაპირებ მიუხედავად უამრავი ტალახის სროლისა და სამწუხაროდ ბევრი იყო ესეთი ჩემ ცხოვრებაში. მე არავისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა და ყოველთვის გამითვალისწინებია ადამიანი, ანუ პიროვნული შეურაცხყოფები სახელობით და გვარებით. არასდროს არავის არ მისაუბრე რომ აი ეს ისეთი ის ესეთი და ყოველთვის აი სულ ვითვალისწინებ ხოლმე რომ აი ის ხო ჩემი მეზობელია, ის ხო ჩემი ბიძაშვილის ბიძაშვილია, ის ხო ჩემი მეგობრის მამიდაშვილია. ანუ საქართველოს ესეთი ქვეყანაა, რომ ყველა ერთმანეთს ვითვალისწინებდით, ყველას ერთმანეთი გვიყვარდა, ამიტომ ყველა პატივს ვცემდით, იმიტომ რომ ვიღაცა ვიღაცის ვიღაცაა და აი ეს ცოტა ვხედავ რომ ბოლო დროს მოიშალა და აი ვისურვებდი რომ ეს ისევ დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში. ანუ სწორი ღირებულებების ჩანერგვა ასე ვთქვა და კი და აი ძალიან მინდა რომ ეს ისევ დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც მეზობლის პატივისცემა, მეგობრისთვის თავგანწირვა, სიყვარულისთვის თავგანწირვა ისევ შეგვეძლება და ის არ იქნება რომ მარტო მე ეგოისტურად რა მინდა. აი სულ რომ ბოლო დროს ხო გვესმის რომ აი ევროპა გვინდა და ვართ ბატონო ევროპული ქვეყანა ვართ და უდიდესი კულტურის მატარებელი ვართ და ძალიან მაგარი ქვეყანა ვართ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის მთავარი ღირებულება ევროპული, რაც მოგწონს ამ კულტურაში, რომ სხვების აზრს პატივს ვცემდეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის გამო ერთმანეთი არ ჩავქოლოთ და ნუ მოვშლით იმას, რაც ქართულში ყოველთვის იყო, რომ
ერთმანეთისთვის ცხოვრება შეგვეძლოს, რომ ერთმანეთის გათვალისწინება შეგვეძლოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სხვა ყველაფერი ისედაც იქნება, იმიტომ რომ ღმერთი არასდროს არ ტოვებდა საქართველოს და არც ახლა არ დატოვებს დარწმუნებული ვარ და აუცილებლად გავალთ. იმიტომ რომ ესეთ თუნდაც ესეთ პოლარიზებულ გარემოში ბავშვებიც შესაბამისად იზრდებიან ძალიან კი, და აი ეგ არის მიმართულებით, იმიტომ რომ ყველაფერს რო ხედავენ და ესე დამოკიდებულებას თუნდაც ახლა რაც თქვი. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია ეს ყველაფერი გარემო ზოგადად და როგორც თქვით, სწორი ღირებულებების ისევ გაღვივება და არასწორი მიმართულებით არ უნდა წავიდეს არც ჩვენი საზოგადოება და არც ჩვენი ქვეყანა, რასაკვირველია, რასაც ახლა ჩვენი წრეები ასე ვთქვათ, ასე ლამობენ, მაგრამ ჩვენ ესე მეტგრად ვდგავართ ყოველ შემთხვევაში მე ჩემი მხრიდან, რასაც უყურებ და ვხედავ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი, იმიტომ რომ რეალურად ბავშვებიც ესეთ გარემოში უნდა გაიზარდონ, ესე ჯანსაღ და ქართულ და ნამდვილ პატრიოტულ გარემოში და ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეოდ. ზუსტად მე სულ ამას ვამბობ და ეს ისევ და ისევ უნდა წამოვიდეს მაგალითებიდან ჩვენ ამ მაგალითებზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შულები, ჩვენ 100,000 მოწამის მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შულები, ჩვენ ერეკლემების, რომელსაც ასეთ ტალახის მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შულები, ჩვენ ავთანდილისა და არეალის მაგალითზე უნდა გავზარდოთ ჩვენი შულები და აუცილებლად მივიღებთ იმ შედეგს და იმ რეალობას, რაც მგონია რომ ყოველთვის იქნება საოცნებო. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ყოველთვის მომავალს ყოველთვის უყურებ ხოლმე რაღაცა ძალიან დადებითად და მგონია რომ ყველანაირ რყევას ჩვენი ქვეყანა გაუძლებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავიმეორებ, ვის მოწონს და ვის არა, ეს არ ვიცი, მაგრამ ღმერთი ჩვენთან არის და ყოველთვის იქნება დარწმუნებული ვარ, არ მიგვატოვებს და აუცილებლად გაგვიყვანს სამშვიდობოს. გეთანხმები ყველაფერში. სიტყვების ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო შენი საუბარი და რასაკვირველია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხარ ესეთი არაჩვეულებრივი შვილების დედა და ოჯახის დედა, ასე ვთქვათ და მოკლედ წარმატებებს გისურვებ და წარმატებებს უსურვებ შენს ოჯახს და შვილებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვიე და წარმატებას გისურვებ შენ ამ პოდკასტს და რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანას.